თამაშის გაკეთება არ არის მარტივი პროცესი. პირადად უკვე დიდი ისტორია მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით და ჯერ კიდე არ ვარ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული. ამიტომ გადავწყვიტე დამეწყო ტრეინინგარკა. 7 დღის განმავლობაში გავაკეთებ 7 თამაშს და საბოლოოდ შევეჭიდები გამოწვევას, რომელსაც ჯერ საიდუმლოდ დავტოვებ. მოგესალმებით, ჩემი სახელია ფირონა და გახლავართ game developer. აურა სერიოზული შესავალი გავაკეთე. წინა 24 საათიან ჩელენჯი ყველაზე დიდი შეცდომა რაც დაუშვი ეს იყო თამაშის ჩამოუყალიბლებობა. ანუ არ ვიცოდი რას ვაკეთებ. ამიტომ მინდა ახლა ეს მინუსი ამოვავსო. იმისთვის რომ ინსპირაცია ამეღო, ჩავრთე YouTube და გადავხედე ვიდეოებს. I made a game in only 48 hours. In just 24 hours. Years I've wanted to make my very own video game using software. 24 hours was yesterday. მორჩა, ამის გაცლება აღარ შემიძლია. ზედმეტად ბევრი ინფორმაცია. ვაკეთებ პაზლის თამაშს, სადაც რამდენიმე პერსონაჟის გამოყენება შეგიძლია. ვა, რა ლამაზი ფერები. მოკლედ რომ აგიხსნათ, გვეყოლება ორი პერსონაჟი. ერთი მაღალი, ხოლო მეორე დაბალი. პაზლებიც ის ექნება გაკეთებული, რომ მათი უნარები წარმოაჩინო. ანუ მაგალითად მოკლე ტიპი შეიძლება პატარა ხრელებს შეძრომა, ხოლო გრძელს ფროდიებს მოიცა რა? აი, მოვჭით ამ მაიმუნოვებს და გავხსნათ იუნიტი. სადაც მე უკვე დავწერე movement script-ი და მივაბი players, რომელიც ჯერჯერობით არის კუბი. მინდოდა ისე გამეკეთებინა, რომ მოთამაშეებს ერთმანეთზე დასტაკვა და ისე ახტომა შესლებოდათ. მაგრამ ეს ვერ ხერხდებოდა. ხოლო ჩემი ერთ-ერთი წარუმატებელი ცდით პერსონაჟს ფრენაც კი ვასწავლე. ფრენა ვიცი! საბოლოოდ ძალიან პრიმიტიული solution-ი შემოვიფარგლე, უბრალოდ ახალი კოლაიდერი შევქმნი, რაც დიდი ალბათობით პრობლემებს გამოიწვევს, მაგრამ ალბათ უკვე მრავალჯერ შეამჩნევდით ამ ყვითელ სამკუთხედს, რასაც მოთამაშეების გასარჩევად ვიყენებ. უკვე დრო იყო რომ რა იყო ეს? უკვე დრო იყო რომ დამეწყო პერსონაჟების დავიწყე პერსონაჟების გადაცვლის სკრიპტი. მოკლედ წარმოგიდგენ დასრულებულ პროდუქტს. Nice. მაგრამ როგორც ყოველთვის ამ სისტემის კეთების პერიოდშიც იყო რაღაც პრობლემები. მაგალითად, ეს რო არ ვახსენო არ შემიძლია. 20 წუთის განმავლობაში ვეძებდი ამ ერთ პატარა ერთიანს და უბრალოდ ერთიანის მაგრამ უნდა ეწეროს ნულიანი. ახლა დავფიქრდი და მივხვდი რომ ორ ქარაქტერში თამაში ცოტა მოსაწყენი. ასე რომ ჯობია დავამატოთ მესამე ქარაქტერი, ბომბორა, მაგარი კაცია. ოპ, მოიცა ეგ არ მინდოდა. ასე უმჯობესია. ხელისკვრის ფუნქცია არ მინდა რომ იყოს, ამიტომ ამოვშალოთ. Nice. ნუ გჭირდება რაღაც რითაც მივახვედრებთ ჩვენს მოთამაშეს რომ შეგიძლია ამ ქარაქტერების გადაცვლა, ასე რომ უნდა გავაკეთოთ user interface. ყველაზე მეტად რაც არ მიყვარს. ნუ მეც რა უნდა მექნა და შეუდექი საქმეს. ერთი კვადრატი მივაბი მეორე კვადრატს, მეორე მესამეს და ვუალა. სკრიპტში პატარა შესწორებით კი უკვე ჩვენ UI-ც მუშაობს. ჯერ პაზლი არ ამიწყია და უკვე მაგარი გასართობია. მოდი ამ კოშკი ავაშენოთ. იმე 911-ია. როდესაც ძირითადი მექანიკა მუშაობს, უკვე შეგვიძლია გადავიდეთ არტზე. დროა ჩვენი მხატვრობის სკილი გამოვავდინოთ. უბრალოდ ჩაპტერვანიდან მოვიპაროთ რამდენიმე ნახატი. მოიცა, არიცი რა არის ჩაპტერვანი? ჩაპტერვანი ეს არის ჩემი მიერ გაკეთებული თამაში, რომელიც დევს Google Play-ზე. შეგიძლია გადახვიდე და ითამაშო. ვიდეოც გაჩეკე. ძალიან მაგარი გამოვიდა. უბრალოდ შეხედეთ რა მაგარი იუნიტაზე. იმენა. მოკლედ რომ თქვა ჩვენი კუბიკები გადავაკეთე სხვადასხვა აიტემებად, უბრალოდ ჩემი ფასეთ ეს ოთახი. პირველი ლეველის პაზლი მინდა იყოს დაფუძნებული ღილაკების შეხმატკბილებლობაზე. ანუ ღილაკს უნდა დააჭირო იმისთვის რომ რაღაც პათი გაგეხსნას რა და ეგრე გახვიდე. მცირე მეიქაპი გავუკეთე თამაშს post processing-ის დახმარებით და მე მგონი მოვჭი თამაშზე მეტი სხვა არაფერი მახსენდება რომ დავამატო. რაც იმას ნიშნავს რომ ვიღაცამ თამაში უნდა გაგვიტესტოს. ამ ყველაფერზე მხოლოდ ორი მოდელი მახსენდება. Start recording 3 2 1 დავა. მე გიყო და ვირისტოლმა, მაგრამ მეგობრებო, დღისათვის სულეს იყო. მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ და დაელოდეთ დღე მეორეს, რომელიც დაიდება რაც შეიძლება მალე. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი უსერიოზულეს თამაშს ელოდეთ.
მალე იქნება წესით, იმედია. მანამდე კი peace, მომავალ შეხვედრამდე.